18 წლის შემდეგ თბილისის ფუნიკულიორი ისევ ამუშავდა ისტორიულმა სამთო-საბაგირო გზამ. პირველი მგზავრები უკვე აიყვანა მთაწმინდის პარკში. 9 კილომეტრიანი გზა მთლიანად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ლიანდაგებზე შვეიცარიული წარმოების ორი ახალი ვაგონი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მოძრაობს. პირველად მთაწმინდის პარკში ახალი საბაგირო გზით ერთდროულად 60 მგზავრი 3 წუთში შეძლებს ასვლას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, იმიტომ რომ მთაწმინდის პარკში ამოსვლა მართლაც ჭირდა მანქანით, ავტობუსით, დაემატება უკვე ფუნიკულიორი და ასევე გაისად დაემატება უკვე რუსთაველიდან საბაგირო. მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს ბოლო 2 თვის განმავლობაში და პროგნოზიც არ არის ახარბიელო. ბიუჯეტის პრობლემები აქვს, ეკონომიკას პრობლემები აქვს, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ მთავრობა უფრო დაკავდეს ამ საკითხით. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობის, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა ჩვენი მოქალაქეები დაზარავდნენ ამითი, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ ვხედავ კონსტრუქციულ ნოტას, იმიტომ რომ ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ისევე მეორება ეკონომიკის მდგომარეობის და შესაბამისად თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება და მეც არაფერს. სიხარულო ამბავია, რომ აი ასეთ ახალგაზრდობას, ასეთ პატარებს ძალიან გაეხარდა, მით უმეტეს მე ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ჩემი შვილს ძალიან უყვარდა, უნდოდა რომ ეს ასე ყოფილიყო და ნამდვილად ასე მოხდა. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო პროექტია. მოხარული ვარ, რომ გახსნის დღეს აქ ვიმყოფები. მუშაობის პერიოდი საკმაოდ რთული იყო, რადგან მკაცრი გრაფიკი ჰქონდა. კონტრაქტს ხელი მხოლოდ მარტის თვეში მოვაწერეთ და სასიამოვნოა, რომ საბაგირო უკვე მუშაობს. წარმატებებს გისურვებთ, იმედი გვაქვს ფუნიკულიორს მომავალშიც უამრავი სტუმარი ეყოლება.